ფოთოლცვენა უკვე აქტიურ ფაზაშია. იხედავთ ამ ბაღში უკვე როგორ არის და ხშირად ბაღის პატრონები მეუბნებიან, ეს ლამაზია, იყოს ასე, დავტოვოთ, ეს მერე ნელ-ნელა დალპება და უფრო ნაყოფიერი გახდება ნიადაგი. უნდა გითხრათ, რომ ეს ავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ შეიძლება ამ ფოთლების დატოვება. პირველ რიგში ეს გააფუჭებს გაზონს, იმიტომ რომ ალპობის პოსეთში აქ 1000 სოკვანი დაბადების ბუდეა და მეორე რომ მომავალში ეს დაავადებს აუცილებლად მცენარეს. ეს ტყეშია, როდესაც მილიონობით წლების განმავლობაში მცენარეები ეგუებიან ქვეშ დაყრილ ფოთლებს და მათ ლპობას და გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი. ველურ მცენარეებს, კულტურულ მცენარეებს არ აქვს იმხელა იმუნიტეტი, რომ აქ განვითარებულ სოკვან დაავადებებს გაუძლოს. ამიტომ შემოდგომით აუცილებლად ასეთ დეკორატიულ ბაღებში და საგანგებოდ მოვლილ ხეხილის ბაღში ესენი არ უნდა დარჩეს და პირიქით, როგორც კი დამთავრდება ფოთოლცვენა, აი მაგალითად აგერ უკვე ამას ფოთლები არ აქვს, ზოგიერთ რაღაც ფოთლი, როგორც კი 80%-მდე მივა ფოთოლცვენა, უკვე ჩვენ აუცილებლად უნდა შევწამლოთ მცენარეები 3 ან ჯობია 4%-იანი ბორდოს ნაზავით. ან შეგვიძლია გამოვიტანოთ რკინის ძაღა 5%-იანი, ძალიან კარგი საშუალებაა. ეს თქვათ თბილისის პირობებში უწევს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ რიცხვებში გაჩნია ამინდები როგორი იქნება და აი ასე სადღაც დეკემბრის ბოლომდე ეს ოპერაციები უნდა შესრულდეს. ზამთრისთვის კიდე თქვათ ამ ღონისძიებების გარდა უნდა გააკეთოთ შეთეთრება შტამბის იმ შემთხვევაში თუ ქერქი დაღარულია. როდესაც ტემპერატურა 5 გრადუსამდე ჩამოდის, მავნებლები ხიდან უკვე სადაც არიან ჩამოდიან და ღრეჭოებში იწყებენ დაჭუპრებას, რომ გადაიზამთრონ. ან მიწიდან ამოდიან, ან მიწაში ჩადიან იმისათვის, რომ დაიზამთრონ. ამიტომ უნდა მოხდეს ჩაბარვა, სასუქი უნდა ჯერ ფოსფორკალიუმის სასუქი უნდა ჩაუბაროთ, ეს ხელს უწყობს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლასაც, უნდა შეთეთრდეს შტამბი და უნდა მოხდეს შეწამლა. აი ეს კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩატარდეს უკვე შემოდგომის ბოლოს.